დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოს დაცვითი ასამბლეის მე-7 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სესია 8-13 დეკემბერს გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის სათაო ოფისში მიმდინარეობს და მისი მთავარი გზავნილია მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის. სესიას 50-მდე ქვეყნის გარემოს დაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი და 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დავით სონღულაშვილმა ყურადღება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. მისივე სიტყვებით, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი კვლავაც მშვიდობაა, როგორც მუდმივი პასუხისმგებლობა და განვითარების ფუნდამენტური საფუძველი. ღონისძიების ფარგლებში დავით სონღულაშვილმა კოლეგა მინისტრებთან პირისპირ შეხვედრებიც გამართა. ერთი განსაკუთრებული გზავნილი, რაც აუცილებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და გავაჟღერეთ არის, რომ შეუძლებელი არის ნებისმიერი რეფორმის განხორციელება, შეუძლებელი არის ნებისმიერი გარემოს დაცვითი მიზნების განხორციელება მშვიდობის გარეშე. მშვიდობა არ არის ერთი დღის მონაპოვარი, მშვიდობა სჭირდება ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და იმ გარემოს დაცვითი მიზნების მიღწევას, რომელიც თითოეულ ქვეყანას და ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან მიმართებით გააჩნია. ჩვენ გვინდა კენიაში ვიზიტისთვის, გაეროს ღონისძიებაზე დასწრებისა და სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის განვითარების სამინისტროში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. მინისტრის ვიზიტი არის შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ კარგი ურთიერთობები საქართველოსა და კენიის აგრარულ სექტორებს შორის და განვიხილოთ თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც შეგვიძლია ერთობლივად განმოვითაროთ. ზეგოთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული მხარეს. მონაწილეობას ორ შეხვედრებში, სადაც ცალსახად ხაზი გაესვა ქართული სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ვიზიტის ფარგლებში იყო ორმხრივი შეხვედრები კენიის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.